ამრიგად, მთელი ამ კულტურის უწყვეტი განვითარების ფესვები უნდა ვეძებოთ წინა აზიასა და ამიერკავკასიაში გათხილ უძველეს ნასოფლარებში. ამ ტიპის ბორცვების აღმოჩენამ და გათხრამ სულ ცოტა 2-3 წლით დააწველა ყარად დამდგარი მოსახლეობის ისტორია. სოფელი და სახლი დღევანდელი გაგებით სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა. ხოლო ჩვენი ბორცვისა და სხვა ამ ტიპის გორანა მოსახლეების ბოლომდე გათხრა კიდევ 2-3 წლით სიღრმეში გადასწევს ცივილიზაციის საფუძვლის ჩასახვის ხანას ჩვენს ტერიტორიაზე. ეს უკვე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნებოდა კავკასიის არქეოლოგიაში. მთელი რიგი ელემენტების ამიგვანიშნებს, რომ ქართველურენოვანი ტომები დანამდვილებით სახლობდნენ ამ ტერიტორიაზე. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6000 წლიდან. იბადება კითხვა. რა იყო ეს ძალა? რა სულიერი პრინციპები ასაზრდოვებდა ამ პატარა ერს, რომ გრანდიოზული მიგრაციებისა და გამუდმებული შემოსევების მიუხედავად დღემდე შემორჩა. მიუხედავად ყოველივე ამისა, მე იძულებული ვარ შევწყვეტო ამ ბორცვის გათხრა. რადგან ძველი მეთოდებითა და ძველი საშუალებებით გათხრების გაგრძელება მიუღებლად მიმაჩნია. ბატონო სულხან. დიახ. უკაცრავად, მე მინდა თქვენთან ერთად ვიმუშაო. მე ვხურად ექსპედიცია. ერთი დღით მაინც რა. კი ბატონო. დანარჩენს მე თვითონ მოვაგვარებ. მადლობთ. ვა. სულაზე მარტო მუშაობ? გენო! გენო! ბატონო სულხან. ეს მამა ჩემის ქუდია. ველზე ამას ატარებდა ხოლმე. ბატონი ივანე, ჯავახიშვილი. ეს მამა ჩემია. სამარხის გახსნა. იმ ღამეს დილამდე იქეიფეს. ამ თენისას თავზე დაგვარდა, წამოყარა და გვაცეკვა. დაშ. ასე იცოდა ხოლმე. რატომ არ იძინებ? არ შეიძლება რომ არ დაიმარხოს. არ შეიძლება. თქვენ ხომ ამბობდით რომ ამ ბორცვის ბოლომდე კი, ვამბობდი, მაგრამ მაინც უნდა დაიმარხოს. ესე იგი თქვენას საკუთარი ხელით მარხავთ. მარხავ, იმიტომ მარხავ, რომ ასეთ ჩიჩქენ ჩვენ უფრო მეც ვაფუჭეთ ვიდრე პოულობთ. მე დღეს ეს არავის აინტერესებს. ჩემ მოხსენებით დაინტერესდა ვინმე შენს მეტი. ასე შეინახება მაინც. ამიტომ უნდა დაიმარხოს. თქვენ ახლა უბრალოდ ბრაზობთ. ასამობ. მე ვბრაზობ, თამრიგო, ასეთ კარგ უნებაზე დიდი ხანი არ ამყოფილ ვარ. ვიცი რასაც ვაკეთებ.
3 დღით რომ გადავდოთ. მიწის მიყრა მოხდება რამე? არაფერი რა უნდა მოხდეს. მაშინ მაჩუქეთ 3 დღე ბადონს უხარ. და თქვენი ბორცვი აღარ დაიმარხება. რა? 3 დღე? კი ბატონო, რა არის 3 დღე? ვითომ გადაბმულად მექეიფოს შენს ქორწილში. მეჩუქნია შენთვის. მადლობთ. არაფრის. გენო! გენო, წინ. უკაცრავად. სანამ წავიდოდეთ. საით არის ეს წინ? იქით. მე მგონი იქით. გენო. წინ. ვისგან დავიყოს? Sai. გაჩერება არ შეიძლება, გავიარო. აბასა დავაყენო. პირდაპირ და მერე ზევი. რა გითხარი მაშინ? ზევი არ შეიძლება, ზევი. აკინდი შენი ხმარ გავიგონო. მე აქვე ზევით. ზევი და მერე ზევი. არის ჯერ ზევით. ის ბოლოს მე მისი ნახვა მინდოდა. რა ორშობა? იღება ორშობა ჩაწერა პარასკევსო. იცით ისე მეგაწუხებთ უკაცრავად. მე ერეკლეს მეგობარი ვარ და ხომ არ შეიძლებოდა დღესვე რომ ენახა. მეგობრებს საერთოდ არ გებულობთ. ისე მეგაწუხებთ. რატომ ხელავთ ბატონო? არ წავიდეთ ბატონს უხარ. საით მიბრძანებთ? ვაჟასთან. ახლოსა. შორსა. ფეხით ხომ არ ჩავსულიყავით? გარი განუცხადეთ მანქანის წავიდეთ. აი ამისი გჯერა და. ამისი აგჯერა? არ შეიძლება. კარგი ბატონო, თავი დავანებოთ ამ ორნამენტს. აი ეს სამი ერთნაირი ხვრელი. ხომ მუსიკალურ ბგერათა ერთნაირ კომბინაციას იძლევა. ეს უკვე ტრადიციაა. შენ გერმანული ხო ვიცი? მერე? ყველაფერი უნდა აუხსნა. ყველაფერი. აი, ის სიგნით დაიგითხე. და ყველაფერს გაიგე. ერთი ცოცხალი აზრი მაინც არ უნდა გქონდეს აი ამოდენა. არ შეიძლება. არ შეიძლება. შენ ხომ ყველაფერი იცი? ყველაფერი წაკითხული გაქვს. ხო ასე. ასე. ნახსოვს შენ იგავი 40 ფეხაზე. 100 ფეხაზე. 40 ფეხაზე. 100 ფეხაზე. მოიცა 40 ფეხაზე. კარგი. 100 ფეხა იყოს, 100 ფეხა. შენ იცი რა უთხრა? 40 ფეხას. 100 ფეხას. ხო, კარგი. 100 ფეხას პაღაღმა. რა შვება შენი 42 ფეხი, როდესაც 71 წადგავ. 100 ფეხა დაფიქრდა, ფეხები აებრანა და წაიქცა.
აი შენ ასე ხარ. შენ იმდენი იცი, რომ აღარაფერი აღარ იცი. ის ვინ იყო რო კითხა? ბაყაყმა კითხა. შენ კიდევ აი ეს ბაყაყი ხარ. შენ კი სასპეხა ხარ. შენ ბაყაყი. შენი სასპეხა ხარ. შენ ასპეხა ხარ. ბაყაყო. ნუ კარგი, მოკლედ. შაბათ ჩამოდი. ჩამოვიდი. მე მაინც იმედი მაქვს. აი შენ და შენაირი უწყნოები რო დავარწმუნო. როგორ არ ჩამოვიდი? იცი, თუ კი საქმეს ეშველება, ჩამოვიდი. ისე კი რას გეტყვი? დაანები ამებს თავი. მე აღარ եմ ნასოფლარს მიწა. აი ეს შენი სალამური და უგირკიტი. თუ გინდა წყნარად იშრომოდა, ცხოვრ. გამიჯერ. აბატეთ ბატონსულხან. არ მიყვარს ასეთი ხალხი. გაბრიგო. მე რომ შეგაჩუქე იმ 3 დღიდან 10 წუთი მასესხე. ხო? სამი ვარ ბატონსულხან. ეხლავე ნახავ. იქნებ არ არიან ბატონსულხან. არიან. ვიცი რომ არიან. გამარჯობა ელიზაბეთ. ელიზაბეთ. შეეშმაკო შენ. შეფოკუსნი. რა, მაინც და მაინც ისე უნდა მომეპარო. შემაშინო. როგორ ახარ ელიზაბეთ? ბიჭო, ჩემს ზარი არ აქვს? აქვს. შენ ჯერ ამას არ იცნობ. რო ვერ აღხედავ? ვერ ახედავ. გამარჯობა. თამარი ქვია. სახელი მომწონს. მოგწონს. ერთი ამას უყურე ამას, ეს საკაყოფილა. აბა ეს რა წესია? სულხან უბრძანე დამიბრუნოს. გენო მომეცი. გაგითხარი მე შენ. რა არის ეს? ვირო. შია ელიზაბეთ. აბა ისე ხომ არ გაგახსენდებოდი. ნახე განჯინაში იქნება რამე. ელიზაბეთ, რეკავს. ტელეფონი რეკავს, ტელეფონი. ისმენთ. შენ. ღმერთი ჯული ელიზაბეთ, მართლა რეკავდა. ხო, მე ვარ, მე. ვისა? რაო ვისა? შოთასა? რუსთაველი მაგას არ იკადრებს. ვინა? მაპატიე, მაგრამ ეგ პოეტი კი არა, კაცჭამია. ეგ რომელიღაა? ახალი. მე მაგის გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ეგეც კაი კაცჭამია. მაგრამ იმასთან შედარებით, წინასთან. ეგ მაინც ვეგეტარიანია. ჩვენ გუმანიზმის ექსპორტიორები უნდა გავხდეთ. ექსპორტიორები. აბა ხვებს ამისათვის სადასტალია. ეს არის ჩვენი ეროვნული მისია. რასაც აგაცემ შენია, რაც არა დაკარგული. კარგად იყარ.
60 ვაშლები შენიკნეინას მოტანილია. თვითონ მოაქვს, თვითონ ვეჭამენ. ბედნიერი ხარ, ელისაბედ, ბედნიერი. რა? ბედნიერი ხარ, ბედნიერი. ვერეშე. არა მგონია მარტო ეს იყოს ბედნიერება. გამარჯობათ. Здравствуйте. რა ისოდი რა გქნებოდი? აი ესოთია შემოვედი. არა, კაცო. კონცერტი ხომ ხვალ არის? მე მგონი მეტი ბილეთია საჭირო. 51? კარი ბატონო ვიშონი. მოდი, იცი რა. ყვავილების და ბანკეტიც ბაღიცაში. ცოტას დამოგვიანდება. კაი კაცო. მილიონი ცხო საშონი მაქვს. ბატონი რეკი. წავიდეთ. თუ არ წავიდეთ? არ წავიდეთ? კარგით რა ბატონო სულხან. ბოლოს და ბოლოს რა არის ადამიანის ცხოვრებაში 3 დღე. ვითომ გადაბმულად გექეიფოთ ჩემს ქორწილში. თამრიკო, თამრიკო. რა? როგორც იქნა ინებე, არა მოსვლა. შემოდი. ეს რა ანგელოზი მოგევლინა, ანგელოზი. ეს ანგელოზი? თამრიკოა. გამარჯობა. აი ახლა კი მესმის. რატომ იტაცებდნენ ქართულ ქალებს და მიხავდათ სპარსეთში. ვერ გამტყუნებ. შენ თაგახარ? აქ ვარ, აქ. ახლა ნახარ მაშინ საქმეზე ვილაპარაკოთ. თქოთ, საბრძანეთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. თქოთ. ბატონებო და ქალბატონებო, გისმენთ. მოკლედ ლევან. შაბათ ჩემს გორას. იწასვაყრე. დაფირზე მინდა დარჩეს. სულ ეგ არის? სულ ეს არის. ეთერი დამძახი რა. რა? გასული აგენტული. გამარჯობათ. ეთერი განაცვალე. შაბათს. მანქანა, კინოკამერა, შუქი და დიდი მადლობა. ლევან მზად არის. წავალ ჩვენ. მოიცავ. სად მინიხარ? წავალ. არ გაინტერესებს ჩემი გათხები ვნახოთ, რომელი გათხრები? თქოთ. დაბრძანეთ. საეკლესიო არქივები არ დამიტოვები არც ჩვენთან, არც ევროპაში და არც აზიაში. ჯერ ეს მოწერა, მერე წიგნების ქექვა. აი სწორედ აქ წავაწყდეთ ცნობას იმ ძველი ხელნაწერის შესახებ. აი ამ წიგნში. ეს მონასტრების მხარეა, კაპადოკიაში. ჩემი გულის პატრონისათვის როგორი არის რომ არის,
აი ამ შენობაში მევაკვლიეთ ხელნაწერს. აი ეს არის ის ძველი ქართული ხელნაწერი. როგორ აღმოჩნდი, მუხლებზე აღარ მახსოვს. მთელი ღამის განმავლობაში ფურცელ ვიღებდით. დაგვიდი? ნახე რა არის. დილის 4 საათზე კი ბერები ცალ-ცალად გვეძახდნენ. ეს იქ დიდ პატივად ითვლება. ჩვენ სხვა რა გზა გვქონდა. მოკლედ ამდენი ჩემს სიცოცხლეში არ მილოცი. ბოლოს ვეღარ გვაჩერებდა. აი, სულ ეს არის. რა იყო, შენ რაღაც ვერ ახარ ხასიათს. თუმცა გასაგებია. 10 წლის ნამუშევარს მიწა უნდა მიეღარო. ერეკლესთან თუ იყავი? მე ვარ მე. ერეკლე მანდარი. მოიცა ტიტიკო, მოკლედ მითხარი. აბა დედა დაიფიცე. იცოდე შეგამოწმებ. ეხლა ტიტიკო შეგამოწმებ. ო, მალვინა, ჩემო მალვინა. რა დროს ვერდები, ჩემო მალვინა. არ გამაგიშო. ვიზე? მაშასეც გამიფრინდა, წავიდა გაქრა, სიზმრებრივ ჩქარა. შენ იგივე ხარ, ჩემო მალვინა, მარად და მარად. მაგრას ხედა. ერეკლე მანდარის? ხო. კარგი მალვინა, კარგად იყავი. ბიუროზე წყალი არ გავუვა. ამაღამ თუ დაიჭერ, სახლში. ეს რაც ეცვლი დაანტე. მადლობთ რა. მილიონისას აკეთებდა, შაურად ვერ გაგიყიდი. შაურისა უნდა გააკეთო და მილიონად უნდა გაკიდო. ეგრე. როცა საქმე შენს ისტორიას ეხება, მაშინ შეიძლება. გალობა კი არა, სიმღერა კი არა. კივილი მინდა. მიხდი. აბა დავიწყოთ. ვერაფერსაც ვერ მიხდი. აბა ერთი, შენ ხარ ვენახი დაიწყე.
სწავლობა ეკლესია ეს ახალი ამბებია. ფრუშხსაც შორს. აი წარმოიდგინეთ, რომ ნახევრად შიშველი კაცი, რომელსაც ხელში შპალო უჭერია, ჩიჩხლის მიწა და ყოველ დარტყმაზე კვესის ოხრავს. ამოდი აქ. დაიღუნე. შეშა დაგიჩეხია. ე ბატონო. აბა ერთი. მიხდი. ხოდა ასე. აი ეს მინდა სწორე. აბა. ავდეთ. ოესადოთ. მაპატიეთ. სახში სამი გოჭი მელოდება. სამივე ალბათ ერთ ხმაში ტირის ახლა. აი ესეც ნელმები. ის რა თქვენ გაინტერესებდათ. ანუ ბაბუაჩემის ნოტები. ეს ნიშნები მთლად ნოტები არ არის. ამითი ტონალობას ვერ ჩაწერთ. მაგრამ მელოდიის ჩაწერა მაინც შესაძლებელია. თანაც სრული იმპროვიზაციის საშუალებას გვაძლევს. აი ეს კლაკნილი ბგერის აწევ დაწევას ნიშნავს. აი ასე. მინდა ღმერთო. ეს ასლები თქვენთვის გადავიღე. რადგან ასე ძალიან გაინტერესებდათ. მადლობა. ბატონო მათე. აბა ნახეთ. ეს როგორ გავს ბაბუაჩემის ნელნებს? ოღონდ 7-2000 წლის ძველია. 7-2000 წლით? დიახ. და თუ მაშინ აცდენ ნოტებს, ა? ნოტებს არ ვიცი, მაგრამ რაღაც მუსიკალოს უნდა ნიშნავდეს. რატომ გონია რომ ჩვენ მათზე მეტი გვესმის? მე არაფერი არ მგონია. სოდესღაც სტუდენტობისას ვიყავი რაღაც ამდაგარი იდეები გატაცებული და კი ნაღამ ჩამქოლეს. მას შემდეგ მარტო ვიცი და მეტი არაფერი. ისე რომ იცოდეთ, დილა პროტის ასე უბრალოდ იწყება ხოლმე ყოველივე, შემდეგ შეკითხა საიდან გავდეს ნებებიო და სხვადასხვა შეიძლება სულაც ამიგზავნოთ სიმღერა, ასე რომ მითქენი კიდევ ეს ბაბუაჩემის ნებები გამოიძახეთ როგორც გენებოთ, ოღონდ მე არაფერ შუაში არ ვარ. ისე კი იქნება სხვაცა, რასაც ნებების ისტორია რა ვიცი. რა შეაშინა ეს კაცი? შეაშინა. გენოვანი! ყველამ თავისი უნდა აკეთოს ცხოვრებაში. შეშინებულია. რას მიღერებს ინახავს? 3 დღე კი არა. 3 წამი არ შეიძლება სხვა იყო. გაჩუნდი! რა გაყვირა? გააჩერეთ მანქანა. თუ შეიძლება გააჩერეთ მანქანა. აი ასე.
დიდი მადლობა ყველაფერს. ჭამე გენო ჭამე სულხან საკაკდოს მოხვედი გენოს რომ უყარს სწორედ იმ ნამსხვრს თურმე მართალი ყოფილა საქმისათვის თავი მიგინებებია დადიხარ კარდაკარ ხალხს აგროვებ და დიდ ქეიფს აპირებ ბრინჯაოს ხანაში მოასარი გიბეზე დასვენება სად არის შვარი ლინა სად არის შვარი მე სტუმარი ხარ რა სახლია ვერაფერს ვერ იპოვი კაცი დაიცა არ არის საჭირო თქვენ რა გამღერებთ უბედურება თქვენ ამერთი გამარჯობა Tengo. Guys. Fischer. ეხლა ვედე და გენაცვალე. როგორ არის? თქვენ ჩემო ბატონო ცირკში უნდა გამოდიოდეთ. წნევა ქართული ასრულებს სულხან იბერიელი. ლიფტი მუშაობს გენდამ? არ მუშაობს ხან არა. მე ფეხითადი ხარ მე-15 საათზე? Ваше высочество. ამერთი ვაჩვენოთ ბიძიას ვაჩვენოთ როგორი ნამუშევარია მაი მალინკი დარიაზანი სიმულიანტი როცა სკოლაში წასვლა ეძახიან გული ქტკივაო ახლა კი ხედავ რა დღეში არიან ბუ 15 წელი არაფერი უშავთ მე კი ღვთისწყალობით ალბათ რამეს გამოიგონებიან შენ უნდა მიხედოთ ას უნდა დაისვენო მართალი ხარ შევწვით ასეთი უცნაურია დედას არავის არ გვაკარებს კომუნისტებს უსაყვედურებენ რომ მათ სურთ მოსპოს სამშობლო ეროვნება წერენ მარქსი და ენგელსი კომუნისტური პარტიის მანიფესტში მუშებს არა აქვს სამშობლო გენო მათ არ შეიძლება წაართვა ის რაც არა აქვს ხალხთა ეროვნული განკერძოებანი და დაპირისპირებანი უფრო და უფრო ქრებიან რაც უფრო ვითარდება ბურჟუაზია იქნება მსოფლიო ბაზარი სამრეწველო დარგები ჯამბასო შენ წავედით მიბარებოდით ლინა
Konçebi, Mariano Sudan, Mariano! მაგის Algemina minalla koti konçebi sekundari. Nina tudan bache, biara bak başı. Konçebi, baba. Derdi, ne damanahet. Искать, метрис равагетот. А мы знаем, что мы будем делать. Летом со своими внуками совершим пеший переход через Бергоры в Метехе, оттуда в горы. Браво! ეს იმიტომ ოლგა ვინებდა რომ ჩვენგან განსხვავებით გაქვთ კომპასი. Რა კომპასი? აი მე მაგალითად ყველაფერი მაქვს თერმომეტრი, ბარომეტრი. ლინა, სად არის შენი ბარომეტრი? არის. ლინა. ფონინდესკოპი, გლობუსი, მაგრამ სამწუხაროდ აი კომპასი არ აქვს. არა გვაქვს? ეს უკან შენ გაქვს კომპასი? აი ხო გადავთ, არც სულხანს ქონია კომპასი. აი შენი კომპასი. ხვალდილით გამოგივლი და კარდიოგრამა გადავიღოთ. ორშაბათს. ხვალდილით. ორშაბათს რა? ხვალდილით. არ იყოს ხვალდილით. სულეთ. დამიშულობა აქვს. არ მოცა? აი შენ. Цвирпасо дзმებო, цвирпасо დав. Не ав. Ав. А дав. Цвирпасо дав. მესმის ჩემო გივო. გივო ჩემო, ბედი არ გიწერიო. ეხლა გთხოვთ ერთი წუთით სიჩუმეს. ეხლავე დედა გენაცვალე. აი იმას არაფერი არ უნდა გარდა იმისა, რომ გივი არსებობდეს. შეუძლია არ ჭამოს, არ სვას, არ იცოცხლოს. ხოლო ძახილზე გივი მიიღოს პასუხად. ეხლავე დედა გენაცვალე. ხო და არც მე მინდა მედი არაფერი. ძალიან გავაჩმახე რა. Оптимизм — это полная неосведомленность. Ара, оптимизм — это полная осведомленность. რას მეყურებ შემაძანძალა? რამეცი სუნი გაქვს.
რა მოხდა? წვიმს. მერე? უნდა მივხედო. ვაითო იქაც. კი, მაგრამ თინიკოს კონცერტი. მანამდე ჩამოვა. კი შეხარ. სად მოდიხარ, სად? მოხედავ წვიმს. იხარა. ვა, ლიფტი მუშაობს? მუშაობს. ამ წამაში სად მიდიხარ? მომართლა, თქვენ იმას რა ერქვა იმას? ისა. ისტორიკოს. კადარის გამგერომი. ფიდონი ქვია. ერქვა. ეხლა იქიდან მოვდივარ. უკაცრავად, თქვენ აქ რას აკეთებთ? ანგინა მაქვს, ანგინა. ანგინა? ია. შეიძლება ახლა მე შენ გიში გეკონო. მაგრამ აი რაც აქ წერია, ეს ნაგაწრი. აი ამას ნიშნავს. და მე შენ ახლა ამას დაგიკრავ. აი ამას. კარგი? არ დამცინო. გააგრძელეთ ბოდნისულხან. გააგრძელეთ. ჩვენ ახლა დავეწერეთ და ყველაფერს ავხსნით.
მისგან დავიწყოთ. ისე თავით. არა გენაცვალე პირად საქმეზე არ ვარ მოსული. ვარ პროფესორი. არა, იძულებული ვარ აღარ დაგიჯეროთ. ამოვალ და მან დაველოდე. დავით, შეიძლება დაგამომდე. და შეიძლება ხვალამდეც. სუხა ბიჭო, ინგაგაბროს. რა არის თუ ვეღარ შევახციამ შენობაში 2 დღეა. დიახ. და ზეგამდეც. ისთან შენთან. ჩემთან? ო შენთან. მე ვერ დამიდეკე. ვერ მოვისაზრე. შეგაც. წამო. იბზან. გამარჯობა. მოკლედ აქ ვართ. აც 5 უკვე. ვიცი. დღეს 15 წუთს გვიან დავიწყებთ დიდიკო. ეს გწელი ამბავია. ეხლა შენ ამისი დრო არ აქვს. ამიტომ 2 სიტყვით გეტყვი ყველაფერს. ჩემი ბორცვი სანახევროდ უკვე გავთხარე. ახლა მიწა უნდა მივაყარო. ესე იგი ფული გჭირდება. არა, ვიცი. ჯერ მომისმინე. ყველაფერი ვიცი. რა იცი? რაც უდაბნო შეეხება ყველაფერი ვიცი. ერთი ზარიდან თელშინოს მუზეუმს დიდიკო აქ შემომიდას. ივრის ქვედა არხის ხარჯთაღრიცხვაში არქეოლოგიური გათხრების თანხა შეტანილი გვაქვს თუ არა? არა. რატომ ხომ უნდა შეგვეტანა? უნდა. უახლოესი ობიექტი 5 კილომეტრზე. ბაშუაშია 5 კილომეტრი. ჩვენის მიბაშო უნდა შეგვეტანა თუ არა? დიახ. გადიახ, დიახო თუ დიახ არა? დიახ, შემოაზრე. იცით სულ ვიგნები როცა თქვენ ჯავთ. მე ვჯავრო. შენ არის ჩემი გაჯავრე. ვიცი. ესე იგი შევით. უკვე შეტანები. შენ რა გაცინებს? შენ გონია დამთავრდა შენი საქმე, ხო? არა, ფულში არ არის საქმე. ისე დიდი მადლობელი ვარ. მე მინდა სწორად გამიგო. მარტო მიწის ჩიჩქნი დღეს შორს ვერ წავალთ. ყველაფერი აღწერია. განახედე და უცებ მიხვდები. ეს ფოტოები სად იშვა? რა იყო? შენ იცი ვინც ეს ფოტოები მოგცა? დასაჭერია. ამ 3 აეროფოტო შოვნას 3 წელი მოვუდი. მინდა რომ გამიგო. აი რაც აქ წერია. თუ არ მექნა ვერ გავთხრი. ნუ გათხრი? არ გავთხრი. ნუ გათხრი რას მაშინ?
რა სიბუთები თუ? და საერთოდ რა ბავშვით იქცე? შენ რა გინდა რომ არქეოლოგიური მთელი ინდუსტრია მოგიწყო მე? და საერთოდ რა დაგიწერია? 50 წლის კაცი ხარ და განცხადების წერა არის. კეთილსინდისიერი მუშახელი. ჯერ მუშახელი სად არის ბიჭო და მე ესეც კეთილსინდისიერი. დღეს თვითფრენავს მოითხოვ. ხვალ შეიძლება თანამგზავრი დაგჭირდეს. არ იმერია მის საშუალება. ნუ მიყვირი. შეიძლება დამჭირდეს. შენ თუ არ გესმის ჩემი. სხვას რა უნდა მოვთხოვო? ეს იგივე შემიძლია გითხრა, შენ თუ არ გესმის ჩემი, სხვას აღარ მოვთხოვო. აი ეს არხი, იმიტომ კი არ შენდება რომ მე მინდა. იმიტომ რომ დღეს ესაა საჭირო. აი შენი საქმე საჭირო რომ გახდება, შენც ყველაფერი გექნება. თუ ზმახარ რა მოხდება? შენი გადატრიალება 7-8 წუთი რომ გადაიდოს. არაფერი რა უნდა მოხდეს. რამდენი რამე იმალება მიწაში. შეიძლება სულ არ გაითხაროს. ზოგი ხოც შეიძლება დაწერილიყო. არა უნდა ჩამოვიდე. ერთ შენი გორა უნდა ვნახო. მაგრამ როდის? შაბათს. ეგ ძამოვლა, მაგრამ ცოლი ნახდად გამეყრე. თან ჩამოიყვანე. ხმა თუ გამცაკი? ამას წინათ ბავშვის სახელმწიფოებრივი მთხოვა. მეოთხე კლასის მთელი კომპლექტი მოუტანე. თავზე კი ნაღამ გადამახია. რატო? ბავშვი მე-6-ე შობა. ო? მოიცარ ზახვიდე რა. აი. მაგალითში რა გქ? აგე ყველაფერი ვიციო. დუდუკი? დუდუკი. ეს დუდუკი 8000 წლისაა. სერეკლეს ჩვენთვის თვალი არ აურიდებია. დღეს სტილი თერეკლეს თვალი არ აურიდებია. თვალი არ აურიდებია? ესე იგი მარტო ამიტომ შეაწუხა თქვენი მეგობარი. ეს რა? არ არის მნიშვნელოვანი. როგორ არა ძალიან მნიშვნელოვანი. რადროს გათხრებია რაღაც ნასახლარებში ჩიჩქნა. სირბილი უფლების მოსაპოვებლად რომ ეს ჩიჩქნა გავაგრძელოთ. თქვენთვის ხომ ყველაზე მთავარი ადამიანური ურთიერთობებია რა. სხვათა შორის არა მარტო თქვენთვის, ჩემთვისაც. თუმცა მარტო თქვენ რას გერჩით? ყველანი ეგეთები ხართ. მთელი თაობა ეგეთი ხართ. ყველამ თავის პატარა ის მოუაროს, არა? ერთხელ წამოწდა რაღაც და კი ნაღამ ჩაქოლეს. რა ვქნათ ახლა? შევიცოდოთ თქვენი საწყალი შეშინებული მომღერალი. ან ის თქვენი ბუდა. არ შეიძლება, არაფერი არ შეიძლება. რა არის ის ცხოველმყოფელი ძალა, რომელმაც ჩვენი პატარა ერი დღემდე შემოინახა? რა არის? რა? მე თქვენთან აღარ ვიმუშავებ. თუ შეიძლება. ჩაიჭერეთ ბატონო.
გამარჯობათ. გამარჯობათ. უკეთრებოდ. არა და გარდა მოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთამაც ზედა და მივიდოდა იესოისა და ვითარცა ქროდა ხარი იგი ძლიერი შეეშინა და იწყო დაგთმას. ღაღატყო და თქვა უფალო მიხსენე და მეხსეულად განყო ხელი იესო უპყრა მას და თქვა ცირედ მორწმუნეო რაისაც შეორგულდი. რწმენის შესახებ ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს ილია ჭავჭავაძეს. აი რას წერს იგი. ზოგი საგანია რომ თუ არ დაინახავ ვერ იწმუნებ, ხოლო ზოგი იმისთანაა თუ არ ირწმუნებ ვერ დაინახავ. აბარიტი შეიძლება აიხსნას საქართველოს მთელი ისტორია, როცა ჩვენ ხალხს უხდებოდა 10 ჯერ მეტი წლის წინააღმდეგ ბრძოლა. უცხოელი ავტორების თანახმად დიდგორის ომში 400-500-1000-იანი ლაშქარი მონაწილეობდა ტრის. ხოლო ქართველები იყვნენ, რა თქვენ მე არ მისმენთ? ო, ბატონი სულხანი გვეწვია, მოგბრძანდით. თქვენ ხომ იცნოთ ბატონ სულხანს? რახან ბატონი სულხანი გვეწვია, ჩავატაროთ არქეოლოგის დღე. ჩავატაროთ. ბატონი სულხანი წაგვიკითხავს ლექციას ბატონ შლიმანზე. ხომ იცნოთ ბატონ შლიმანს? ო, თქვენ იმდენი გწოდნიათ ბავშვებო, რომ ამათ დასვენება ეკუთვნით. 15 წუთი. 15 ჩემ ხარჯზე. ნახევარი საათი. არა. ერთად დავიჯდეთ, თორე არაფერი გამო. ეხლა მაგრა. ჩემ დროა. არა. ერთად ხო არ მივა? არა. აი ასე ვიკრიბებით ხოლმე და ვკითხულობთ. თვითონ წაკითხავე? მარტო კითხვაში ხომ არ არის საქმე. ფიქრობთ, ვშელობთ, კამათობთ. რა ვიცი. ო, ფილად, აივანი არ დაგეცეს თავს. დავქ, ხან ფული არა მაქვს, ხან დრო არა მაქვს. უფრო ხშირად, არც ერთი მაგ და არც მეორე. იცოცხლე, გოგებაშვილო. იცინე. ესაძლოა ყველა შენიშნა ვერ გამოვიდეს, მაგრამ კარგები რომ იქნებიან, ამაში ეჭვი არ მეპარება. ამაზე უკეთეს აბარას გავაკეთე. ესე იგი, თქვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო სურვილი, წმენა და განხორციელება. ხო? გაუმარჯოს. რა უნდა ამის გაკეთებას? მომეცი ერთი ლურსმანი. ეგრე უნდა იყოს, ბავშვები უფრო ყურადღებით არიან. რა მოგივიდა? ხო, თამრიკო იყო. ხალა უცილო ჩამოვიდა და ბავშვებსაც ჩამოვიყო. შენი სალამური. ესეც სლაიდები. ესეც ლევმები. შენზე უკეთ ამაში ვერავინ გაერკვევა. შენ სალამურს მიტოვე? რა მოგივიდა? ჩვენ გვექნება სულ სხვა გაკვეთილი. აბა ეხლა მოდით ჩემთან. მოდით.
გოგონი, შენ დადექი აქ? შენ დადექი აქ? ბიჭი, აბა დიზევით? ხო, შენ ადი, ნუ გეშინია. ოჩახ. აბა გოგონი, მოდი შენ ჩემთან. მოდი. ასე. შენ რა ქვია, ბიჭი? სულხანი. სულხანი? ძალიან სასიამოვნო. მოდი აქ დადექი. შენ ალბათ თავი გქვია, ხო? არა, ეკა. ეკა? გამარჯობა, ეკა. ეკა, მოკიდე ხელი ამ კრამიც. და გადაეცი სულხანს. სულხან მიეჩენ მეგობარს? შენ იქით. გოგონი, მოკიდე ხელი ამ კრამიც. და გადაეცი ამ ხანაკს. ეკა, მოკიდე ხელი კრამიც და გადაეცი სულხანს ხოლმე. და ასე ერთმანეთს. 1 2 1 2 1 2 ასე. გენო, მოდი გენაცვალე. ნახვამდის. აბა, გენო, წინ. მოიცა. ო, იქით. ასმეყურე. მიწას ვაკლის, არა? აბა ქელეხიც იქნება. რა ქვია იმას? შილაფლავიც იქნება, არა? რა მოგივიდა? აგიჟდი კაც? ხო, ვაგიჟდი. თამრიკო. თქვენ ბატონი სულხანი ბრძანდებით, ხო? თქვენ თამრიკოს და. არა, დედა. მომბრძანდით. მომბრძანდით, შემოგბრძანდით. ნახევინ გვეწვია. მიიღეს სტუმარი თამრიკო. მომბრძანდით, მიახლავე. ბატონო სულხან, გენო რატომ არ მოიყვანეთ? არ მინახია, მაგრამ ვიცნობ. და საერთოდ ყველაფერი ვიცი თქვენ შესახებ. დაბრძანდით. მართლაც. ანუ პაკაშიც იმნეივო. აბა ერთი მაჩვენე, შემახედეთ რომელია. აჰაჰა, ვოტონ. სხვათა შორის მე და თქვენი პაპა
ერთად ვიბრძოდით თურქეთის подожди, не мешай мне. ერთად ვიბრძოდით თურქეთის ფრონტზე. ის თავარი ექიმი იყო, მე კი მოწყალების და. აბა, შემობრუნდი. როგორ აგავს? Не мешай меня, пожалуйста, я очень прошу тебя. Не мешай. სხვათა შორის, თქვენი პაპა შესანიშნავი დუელიანტი იყო. მეც დუელიანტი ვარ. არ გამარჯვა. Вылитый дед. აქედან თქვენამდე 70 საუკუნეა. 7000 წელი. ყველაფერი რას თქვენ თვალ წინა მოგვითხრობს იმაზე თუ რა ყოფითი და სულიერი ინტერესებით რა რწმენით ცხოვრობდა ეს ხალხი. აი ეს წრიული ნასახლარები, რომლებიც დროთა განმავლობაში დედაბოძზე დაყრდნობილ ბანიან სახლებად იქცნენ. ბევრ თქვენთაგას ალბათ უნახავს. იქნებ უცხოურია კიდეც ასეთ სახლებში. მთელი ეს ნივთიერი კულტურა ტრადიციული ფორმებით, უცვლელი ორნამენტებით, საუკუნეების მანძილზე არ იცვლებოდა ეს ორნამენტები. რა თქმა უნდა ვითარდებოდა, მაგრამ არ იცვლებოდა და ბევრი სხვა რამ, რაც ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვს, იმას მოწმობს, რომ ისინი, ვინც აქ ცხოვრობდნენ, ჩვენი წინაპრები იყვნენ და ჩვენს ენაზე ლაპარაკობდნენ. სულხან, იქნება ამით მაინც გაგვაგებინო რამე. აქედან თქვენამდე 70 საუკუნეა. ეს არის და ეს. ამას უყურებ. გელოს მოგზანებულა. ახალაგებო რისი ჩავდგეთ, ნუ დავარგოთ. მართალი ბრძანდებით. ეს საომარი არახი მცირე აიაშიას და აქაც ერთნაირი წესით მუშავდებოდა. აი აქაც არის კედლის კვალი. აქ რომ გავაგრძელოთ გათხრა. ყველაფერი რაც ზევითაა უნდა დაინგრეს. ესე იგი ნგრევით უნდა შევიცნოთ. ანდა მთელი ეს ნასოფლარი უნდა გადავიტანოთ მუზეუმში. არ გადამრიო და არ შემშალო. ხო და ამიტომაც ბატონი სულხანი იძულებული ესევ მიწა მიაყაროს ყველაფერ ამას. და სხვათა შორის სხვებიც რომ ასე მოიქცეოდნენ, ზოგიერთები შეიძლება მიხვდნენ რამეს. ეს კენჭი ვის ბოსტანშია ნასროლი? ალბათ ჩემსაში. გთხოვთ მოკლე ინტერვიუს. რაში ხედავთ ცხოვრების აზრს? აბა თავშევო, შენიშნა არ მიიღოთ და არ შეგვარცხინოთ. მომხედე რა. ახლოს მაინც მიდი, ნახე რა არია გაუგებარი. ბატონო სულხან. დიახ. აი ბავშვები მოგიყვანეთ. ჩვენი სურვილია რითიმე დაგეხმაროთ. დიდი მადლობა. მადლობა. ჩვენ ვიცით თქვენ გესაჭიროებად მუშახები. დიახ. თუ არ გეწყინებათ ჩვენი ბავშვები პირიქით. არ დადეგებზე დაგეხმარებიან. რას ვზანებთ? ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. რისი მადლობა. სულხან! დაგეხმარები. თუ ზღარ დაგებინე აკაც რამე, აღარ შემიძლია მეტი. დავაბ მიხედავთ თორემ ესენი დახოცავენ ერთმანეთს. აბა არქეოლოგებო, გელოდებით. უკასრავად. კეთილი.
ბატონ სულხან, მეზღვაურები გთხოვენ. ენა? მეზღვაურები. იცით რა ხდება? მოდი ამგვინოს მე დავლებ შენი ლაბარაკი. ლაბარაკი. გისმენთ ჩვენ სუპრაზეთ დამობრძანე. კი ბატონო. სულხან! თქვენ არ გიცით ბატონო რამოს რა კარგი ვინობრძანდები. ხო შენ იცი და მე არ ვიცი არა? არა თქვენ მამა ხარ ჩვენი. მამა ვიყო გაჩვენეთ ისე შელოთო შენა. არა თქვენ ისეთი რამე გვასწავლეთ ბატონო რამას. რა გასწავლეთ ისეთი? რაშება? გამაგიჟებენ ეს ბავშვი. ადექი. იშვენი მიწა. დიდი კიდობანი. ვინახავთ ამ კიდობანში გამს. ზედ დავდივარ. ვტირით, ვიცით, ცეკვავთ. ერთი სიტყვით ცხოვრობ. მერე მოვავინე. მოარგებს, გასაღებს ამ კიდობანს. დამოვა. სულხან! მოხდები ამ საქმეს მაინც გავაკეთებ. გადაიღე. მიდი რა. აი მე საკავა. ვა. ჩელეხების და კეიფების ხალხო! უჯიშოება!
გესმის რამე? ეს მიშველი სულელო. როგორ იქნება სულხანის გორის საქმე? გააგრძელებენ? ხომ იცი ძმელი საქმეა. მაგრამ მოხდები და გავაკეთებ მაინც. ნუ მოკვდები. ახლა სინქრონული მასალა იწყება. თუ შეიძლება მოკლე ინტერვიუ. რაში ხედავთ ცხოვრების საზრს? ადამიანი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.